მთავრობის მხრიდან და ძალიან საინტერესოა რა პასუხებს გაგვცემენ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეხლა პარლამენტის წევრები ძალიან ბევრი ინფორმაციები მაქვს, რომელზეც ათქმა აქვს. იმიტომ რომ ჩვენთვის სახელმწიფო ინტერესები ნომერ პირველია. და აქედან გამომდინარე მე ალბათ ამას პარლამენტის სტომაზეას დავაყენებ სამ საკითხს. აი ჩვენ შევარდნაძეზე ვლაპარაკობდით. გარდაცვლილი ყოფილ პრეზიდენტი აი შეხოთაშორის ნაციონალური მოძრაობის დროს ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტა სადღაც მაინც ხალხი შენარჩუნებული და საერთაშორისო დონეზე ესწავლა ობიექტივზე, მაგრამ აბსოლუტურად სტერილური ამის გარდა სიტუაცია შეიქმნა. რაც კატასტროფაა და სულად არ შეესაბამება იმ სიტუაციას, რომელიც ასოცირების შეფასებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ევროპაში ასეთი ასე ვთქვათ,